მოგესალმებით აფხაზეთში 92-13 წლებში დატრიალებული სამხედრო დაპირისპირებების შესახებ ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ვაი პოლიტიკოსი საუბრობს. ამიტომ მინდა ერთი ეპიზოდის შესახებ მოუყვე საზოგადოებას იმ კაცის კუთხიდან, რომელიც აფხაზეთში დაიბადა, გაიზარდა და მთელი საომარი მოქმედებების დროს იყო სოხუმში და ყველაფერს ამას ხედავდა. 1993 წლის 31 მაისიდან 17 ივნისამდე იყო ესე იგი შეთანხმებული ეგრეთ წოდებული ტყვარჩელის აქცია, რომლის თანახმად ესე იგი ტყვარჩელში მართლაც ალყაში მყოფი აფხაზი ბოევიკების და მათ შორის ნაწილი მოსახლეობა იყო ალყაში და როგორც ყოველთვის რუსულმა მხარემ და აფხაზი სეპარატისტებმა თქვეს, რომ ხალხი სიმშილით იღუპებოდა და ჰუმანიტარული აქცია უნდა ჩავატაროთ, ქვილი და რაღაცები უნდა ჩავუტანოთ. ამასთან დაკავშირებით სოხუმიდან რამოდენიმე ქართველი პროფესორი, მათემატიკოსი მიხეილ კოკაია, დღეს მეუფე ანდრია გვაზავა, ასევე რამოდენიმე წარმოადგენელი ესე იგი სხვა სტრუქტურებიდან და მე ვიყავით ჩასული, ჩვენ დავბანაკდით, ვთქვათ ასე, სასტუმრო ეგრეთ წოდებული ტრუდევუი რესურსი, ეს იყო ესე იგი ადლერში. შესაბამისად ჩვენ ჩავფრინდით ფაქტიურად შუაფრენით და იქ დავბანაკდით. პარალელურად ჩვენ დავსვით საკითხი, აფხაზურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა მაშინდელი უკვე გუდაუთში მყოფი აფხაზური ნაწილის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სოკრატ ჯინჯოლია და კიდევ რამოდენიმე სხვა პიროვნება, ხოლო რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ მიგრაციის მინისტრი ტატიანა რეგენტი, ეგრეთ წოდებული MCHS-ის მინისტრის შოიგუს მოადგილე ვარაბიოვი, ასევე რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი კოზირევის პირველი მოადგილე ბატონი ალექსანდრე პანოვი. ჩვენ დავსვით საკითხს, რომ უკვე გაგრაში 8 თვის მეტი პერიოდში ტყვეობაში მყოფი ქართველები ასევე შიმშილობენ და მათ ჩაუტანოთ ჰუმანიტარული დახმარება. ნუ მართლაც ასე მოხდა. 16 ივნისს მე და მიხეილ კოკაიამ, ასევე რუსულმა დელეგაციამ პანოვი, ტატიანა რეგენტი და აფხაზურმა დელეგაციამ ჩავედით ერთი სამარშრუტო მანქანით გაგრაში და ჩვენ აღმოაჩინეთ საშინელი მდგომარეობა. გაგრა იყო იმ პერიოდში, უკვე გასულია გაგრის ბარბაროსულად აღებიდან 8.5 თვე, უკვე ქართველებს ეშინოდათ ლაპარაკი ქართულ ენაზე. მე არასოდეს არ დავიწყებ, როცა ჩვენ მგონი რუსთაველის 10 იყო, ერთ-ერთი ქალბატონი იქნებოდა ესე 75 წლის ქართველი, მე და მიხეილ მიშა მივედით მასთან და უთხარი ჩვენ ვართ ქართველები სოხუმიდან, მან ვერ დაიჯერა და ქართული თითქმის ფაქტურად დავიწყებული ქონდა, თან აკრძალული იყო და ჩვენ დაგვიწყო ხელების კოცნა. ნუ ეს ჩვენთვის იყო ძალიან ეს ამაღელვებელი. ჩვენ უთხარით, რომ ჩვენ აფხაზეთს სოხუმიდან ვარ და არასოდეს ჩვენ აფხაზეთს არ დავკარგავთ. იმედი მივეცით, დაუტოვეთ ჰუმანიტარული დახმარება, ქვილი, შაქარი აშენ და შემდეგ და წამოვედით. რა თქმა უნდა, ჩვენთან იმ მომენტში არა, მაგრამ სულ ახლოს იყო მათი
ესე იგი ამ შემთხვევაში ესე იგი გაგრის თუ მთელი აფხაზეთის უშიშროების წარმოადგენელი, ვინც დაბანაკებული იყო გუდაუთში და გაგრაში, ჭურღულია გვარად, აფხაზი. ჩვენ, რა თქმა უნდა, როცა დავარიგეთ ეს ჰუმანიტარული დახმარება, მერე აფხაზებმა ახლა მათ მაინც წესი გააჩნიათ ცხადია და ეგრეთ წოდებული ბერიას აგარაგზე საღამოს, ესე იგი მოგვიწყებს პურმარილი, სადაც თამადობდა არძიმბას დაცვის უფროსი რუსლან ბგამბა და აქ ვესწრებოდით მე და მიშა კოკაია, რუსული მხარიდან ტატიანა რეგენტი, ალექსანდრ პანოვი, ასევე კიდევ რამოდენიმე წარმოადგენელი და აფხაზურ მხარიდანაც რამოდენიმე წარმოადგენელი, მათ შორის ეს ჭურღულია, რომელიც აკონტროლებდა და თავის ესე იგი დასკვნებს უგზავნიდა მოსკოვში. რამოდენიმე სადღერძოლოს შემდეგ ბატონმა რუსლან ბგამბამ თქვა, რომ მე მინდა შემოგთავაზოთო სადღერძოლო, რომელიც რა თქმა უნდა არ მოეწონებათ ქართველებს და ისინი ამას არ დალებენო, ჩვენ ტრებსო ქართველებს არ მოეწონებათ და ისინი ამას არ დალებენო. მინდაო შემოგთავაზო სადღერძოლო, ესე იგი აფხაზეთისო, აფხაზური დროშის ხელი უჩვენა იქა, რომელიც იმედია მომავალში იფრიალებსო გაეროში იქ აი ამ მაშინ გარეთ, სადაც ქვეყნების დროშები არიან. რა თქმა უნდა, აფხაზურმა დელეგაციამ, რუსულმა დელეგაციამ სიამოვნე დაიტაცა ეს სადღერძოლო, მე არასოდეს არ დამავიწყდება, ეს არის 93 წლის 16 ივნისი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი კოზირევის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე პანოვმა, რომელიც უკვე რა თქმა უნდა იყო შეზარხოშებულ მდგომარეობაში, სადღერძოლოში თქვა, რომ მე სიამოვნებით მინდა დავლიო სადღერძოლო აფხაზეთ დამოუკიდებელი აფხაზეთისო და ვისურვებო, რომ გაეროში იფრიალოსო ამ დროშამო მანაც ხელი აწია ცნობილი ესე იგი დროშაზე. და ასევე დააყოლა, თუ თქვენ აფხაზები არ ახართო წინააღმდეგ, მე მინდა ვიყო პირველი ელჩი რუსეთისა აფხაზეთში. ეს იყო 93 წლის 16 ივნისი. და ეგრეთ წოდებული ცნობა რუსების მიერ ეგრეთ წოდებული ესე იგი ოფიციალური მოხდა 2008 წლის 26 აგვისტოს. რაზედაც მე რა თქმა უნდა, ახლა ავდექი მე და მიშას ერთი წამითაც მაშინ არ გჯეროდა რომ ჩვენ აფხაზეთს დავკარგავთ, ჩვენ ფიქრობდით რომ ესე არ მოხდებოდა და ვიდექით ვთქვათ ესე ქართულად ფეხზე, მე ვთქვი რომ მე სიამოვნებით როგორც აფხაზი შვილიშვილი, დედის დედა ჩემი იყო აფხაზი, დიდებული ქალბატონი აჯუბჟიდან, მე ვუთხარი რომ ზოგადად აფხაზეთის სადღერძოლოს მე სიამოვნებით დავლებ როგორც აფხაზი შვილიშვილი, მაგრამ რაც ეხება დროშას, უკვე იქ ფრიალებს საქართველოს დროშა მეთქი და მეორე დროშა არ არის საჭირო და არც იქნება მეთქი. რაზედაც რა თქმა უნდა დამცინავად შემომხედეს, მაგრამ ახლა იქ ჩვენი ვთქვათ ესე მოკლა, მაინც გახმოვანებული იქნებოდა და ამ შემდეგ არ მოხდა. და მახსოვს, როცა ჩვენ უკვე ვცილდებოდით უკვე რუსულ გემზე, ესე იგი უпроსორეთ უკან რო ბრუნდებოდით მასში სოჩი, ამ ჭურღულიამ უშიშროების წარმოადგენელმა მე მითხრა გადაეციო იური კეშელავას, მაშინ იური კეშელავა იყო აფხაზეთში ქართული მხარის უშიშროების მინისტრი და გადაეციო იურას, რომ ჩვენ მალე მოვალთო სოხუმში და მას და მისნაირებს ყველას დავბრიდავთო. მე გამეცინა და ესე იგი ვუთხარი რომ ესე იგი ვინ რას როგორ იქნება, იმას მომავალში ვნახავთ მეთქი.
მე სხვათა შორის მეორე დღეს უკვე ჩვენ როცა ბრუნდებოდით გემით ადლერიდან სოხუმისკენ ზუსტად გუდაუთის გასწვრივ ამ რუსული გემის კაპიტნები გვაშაყირებდნენ მე და მიშას და ასევე სხვა დელეგაციის წარმოადგენლებს. ახლა ჩვენ გუდაუთში ჩამოგსვამ თქვენ და ჩაგაბარებთ აფხაზებს და ისინი თქვენ გაგასუხარებენ და ასე დაგვრცინოდნენ ჩვენ. აი ეს მინდოდა ეპიზოდის გახსენება ყველა იმათვის, ვინც ჩვენ გაიძახეს რომ დღეს ესე იგი ჩვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ რუსულ მხარეს, აფხაზურ მხარეს, რადგანაც აფხაზეთში 92-13 წლებში იყო რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთის ტერიტორიაში. ეს უნდა ახსოვდეს ყველას მომავალში და კარგი იქნება რომ ქართული ტელევიზიები ამ და კიდევ სხვა ეპიზოდებს ყურადღებას მიაქცევენ.